Talk-show კანდიდატი რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში. თავისუფალი სივრცე მწვავე შეკითხვებისთვის. ჩვენ გაგაცნობთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. თქვენ გააკეთეთ სწორი არჩევანი. გვისმინეთ და გვიყურეთ ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 16 საათსა და 16 წუთზე. პირდაპირ ეთერშია talk-show კანდიდატი, მამისი წამყვანი თია შონია გახლავართ რადიო ათინათის ახალი ამბების რედაქტორი და არჩილ თოდუა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი. დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ გადაცემის მსვლელობის დროს ჩვენთან ერთად შეაფასოთ წინასაარჩევნო გარემო, ან გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები. დარეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 25 10 59 ან მოგწეროთ რადიო ათინათის Facebook გვერდზე. დღევანდელი გადაცემა ოდნავ განსხვავებული ფორმატით გავა პირდაპირ ეთერში. კანდიდატის სტუმარი უნდა ყოფილიყო ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბატონი ედიშერ თოლორაია. ბოლო წუთებში კი ცნობილი გახდა, რომ ბატონი ედიშერი გარკვეული მიზეზების გამო გადაცემაში მოსვლას ვერ ახერხებს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან გარკვეულწილად შეიცვალა გადაცემის ფორმატი, დღეს წინასაარჩევნო გარემოზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრებთ და სტუდიის სტუმარი იქნება ჯემალ ჭკადუა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თბილისიდან ტელეფონით ჩაგვერთვება თამთა კახიძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი. ასევე ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ნატა ძოელიშვილი ჩაგვერთვება Skype-ით და ნინო რიჟამაძე, სამართლიანი არჩევნების იურისტი, ასევე Skype-ით ჩაგვერთვება. რადიო ათინათისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთობლივი გადაცემა კანდიდატი. შეგახსენებთ, რომ გადაცემაში კანდიდატი ჩვენ ვსაუბრობთ წინასაარჩევნო გარემოზე, ჩვენ სტუმრებთან ერთად. მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმებით ჩვენ სტუმარს, მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მოუწვევისათვის, მოგესალმებით თქვენ სტუმრებს ესე. მე მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ჯემალ ჭკადუა, რომელიც გახლავთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. ბატონო ჯემალ, როგორ აფასებთ წინასაარჩევნო გარემოს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მინდა მოგახსენოთ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნებით დღიდან ახორციელებს როგორც აღმასრულებელი თვითმმართველი ორგანოების, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების არჩევნების მონიტორინგს. 2016 წლის 8 ოქტომბერს არ არის გამონაკლისი აღნიშნული, თუ ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს საარჩევნო მონიტორინგს და საარჩევნო მონიტორინგის დაკავშირებით ჩვენ შევხვდით არასამთავრობო ორგანოებს, ჩვენ შევხვდით ასევე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, შევხვდით თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც მიუხედავად ზოგადი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სამართლებრივ შემოსავლაში. ჯემალ, რა ძირითადი პრობლემები იქნა თქვენს მიერ გამოკვეთილი წინასაარჩევნო პერიოდში და თუ ჩვენს რეგიონზე გაქვთ რაღაცა კონკრეტული ინფორმაცია, ესეც რომ მივაწვდოთ რადიო მსმენელებს. კი ბატონო, მოგახსენეთ ამასთან დაკავშირებით და გეტყვით, რომ როდესაც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შევხვდით, ჩვენ და ამასე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გააკეთა განცხადება კიდევაც 12 აგვისტოს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების განმარტებით, მათზე უსაფრთხო სამსახურის მიერ ხორციელდება თვალთვალი და ზოგადად ეს შეიძლება მივიჩნიოთ და უშუალოდ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს არის ეს ხელს უშლის მათ მიერ წინასაარჩევნო გარემოში, წინასაარჩევნო საქმიანობის განხორციელებას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოუწოდა თავისი განცხადებით უსაფრთხო სამსახურის კარგი ხმება თუ კი ამ მსგავს მოქმედებებს არ ექნებოდა ადგილი. აქედან ასევე არის სხვა სახის დარღვევები, მაგალითად ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში მოხდა თავდასხმა, გაშერდა აღნიშნული ინფორმაციაც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად და ეფექტურად გამოიწვიოს აღნიშნული ფაქტი, ვინაიდან შემდეგშიც არ განმეორდეს და შესაძლოა ქონდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რათა თავისუფლად აწარმოონ თავიანთი წინასაარჩევნო შეხვედრები მოქალაქეებთან და აქედან გამომდინარე კიდევ ქონდა შემთხვევასაც, როდესაც შენაქსი ერთ-ერთ კანდიდატს, რომელსაც როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხელი შეეშალა იმაში, რომ სავიანთი საკუთარი ამომრჩეველთან შეხვედრა ქონდა, უბრალოდ აღნიშნული პირთან მე მქონდა კომუნიკაცია და როგორც აღნიშნულმა პირმა განაცხადა, ის აღროვის ხმების იმისათვის, რათა საკუთარი კანდიდატი წარადგინონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე მოხდა მისი დარეგისტრება და სწორედ აღნიშნული ხმების შეგროვების დროს მას მოხდა კონფლიქტი ერთ-ერთ თანამოქალაქესთან, როგორც აღნიშნავს ეს არის ქართული ოცნების წარმომადგენელი და ამ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ დაწყებულია გამოძიება და იმედია, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები თულად და ეფექტურად
საერთოდ. და რამდენად ხშირია ესეთი ფაქტები? დავუშვათ წინა არჩევნებს რო შევადაროთ, ბოლო თვითმმართველობის არჩევნებს, როგორია წინა საარჩევნო გარემო დავუშვათ თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში? თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში შედარება რო გავაკეთოთ, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ არჩევნებში უფრო მშვიდ გარემოში მიმდინარეობს ზოგადად, მაგრამ რა თქმა უნდა არც მოსხოდა სახელი დარღვევები და მნიშვნელოვანია ეს დარღვევები თავიდანვე იქნა საფუძვლელი და ზოგადად როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თვითონ შეხვედრაში აღნიშნავენ, რაიმე მკვეთრი სახელი დარღვევებს ადგილი არ აქვს და მიმდინარეობს ზოგადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ასეთ ჩავიდეს და ასეთ ჩამთავრდეს 8 ოქტომბრამდე ნახოთ აბა როგორ განვითარდება მომენტი. წინასწარ ამაზე საუბარი შეიძლება მოხდეს ცოტა რთული არის. გასაგებია. სარკალამო ჭრის დროა ჩვენს ეთერში, სულ მალე დაგიბრუნდებით. რეკლამა. მასშტაბური სარეაბილიტაციო კლინიკის ნეიროგანვითარების ცენტრის პირველი ფილიალი ზუგდიდში. ყველაზე კვალიფიციური და მრავალმხრივი დახმარება ნებისმიერი ტიპის ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხების, მეტყველებისა თუ ქცევითი დარღვევის დროს, აუტიზმისა და ფსიქიკური აშლილობის უფასო დიაგნოსტიკა, ცერებრული დამბლისა და განვითარების სხვა დარღვევების უფასო მკურნალობა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. უკვე ხელმისაწვდომია ზუგდიდში. გახსოვდეთ, დროული ჩარევა აქ გადამწყვეტია. ზუგდიდი, გორკის ქუჩა ნომერი 46. ტელეფონი 599 182516 591502311. ბოშის ქვედა საყინულიანი მაცივრების ფართო არჩევანი ელიტ ელექტრონიკში. იჩქარეთ და მიიღეთ მინიმუმ 30%-იანი ფასდაკლება საუკეთესო მოდელებზე. ზუგდიდის პურკომბინატი კოლხატფილისურ კომპანიასთან გაერთიანების შემდეგ გვთავაზობს ახალ და ხარისხიან პროდუქციას. პურკომბინატის კოლხური, განახლებული პროდუქცია, განახლებული ტექნოლოგია, ქარხნის მოდერნიზება და ტრადიციის შენარჩუნება. ყველა ასორტიმენტის პროდუქცია. პურკომბინატის კოლხური პური, ტრადიციული პური. ქალბატონებს კანის ლამაზი ბზინვარება მომხიბვლელობას მატებს. მერილაინი, სწრაფი გარუჯვა უსაფრთხოდ და ეფექტურად. აჭრელების გარეშე. სოფლიო ბრენდის ნორველის პროდუქცია. კაპუჩინო, მუქი, ორმაგი მუქი. გაირუჯეთ მერილაინში და იყავით მემზიდველი. რუსთაველის 87. დარეკეთ 570 70 29 22. უახლესი ტექნოლოგიების კომპანია ტექნოპლუსი. სათვალთვალო და ვიდეო კამერების მოწოდება მონტაჟით, სიგნალიზაცია, ჭიშკრების ავტომატიზაცია. ტექნოპლუსი, თქვენი შენობების და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ტექნოპლუსი, დაცული ცხოვრება რისკების გარეშე. რუსთაველის 89, კოკა-კოლას შენობა. ტელეფონი 568 050 055. ტაქსი მაქსიმი იწვევს მძღოლებს საკუთარი ავტომობილით. შემოსავალი დღეში 80 ლარიდან. ტელეფონი 0415 22 44 44 0415 22 44 44. ისარგებლე საუკეთესო პირობებით სვის კაპიტალში და მიიღე 500-დან 20,000 დოლარამდე ავტოსესხი. ავტომობილის ღირებულების ყველაზე მაღალი შეფასება, სისწრაფე, სიმარტივე და არავითარი ფარული ხარჯები. ნუ დაკარგავ დროს. შეავსე ონლაინ განაცხადი ვებგვერდზე Swiss Capital წერტილითში. ეწვიე ჩვენს ფილიალს ჩვენს ქალაქში. ან დაგვირეკე 032 2300. რეკლამა ათინათის ეთერში. 22 105-9. Talk show კანდიდატი თია შონიასა და არჩილ თოდუასთან ერთად. ჩვენ დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში, გადაცემის თემა გახლავთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. თქვენ შეგიძლია ჩაერთოთ გადაცემის სრულობისას, დაგვირეკოთ, შეაფასოთ წინასაარჩევნო გარემო, ან გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, დარეკოთ პირდაპირ ეთერში, ტელეფონის ნომერზე 25 10 59, ან მოგწეროთ თქვენი მოსაზრებები რადიო ათინათის Facebook გვერდზე. მე გადავდივარ ჩვენი სტუდიის სტუმართან, ბატონ ჯემალ ჭკადოვასთან. რამდენად არის ბატონო ჯემალ ხელისუფლება მზად, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ქვეყანაში და ჩვენთან სამეგრელოში დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიაროს. მოგახსენებთ, რომ გასულ კრას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ქალბატონი ანა ნაცუშვილი იყო ჩამოსული სამეგრელოს დემოსტანტში. შეხვდა თვითმმართველთა ორგანოების წარმომადგენლებს, აქ იყო შეხვედრაზე უშუალოდ მონაწილეობდა ბატონი ქალაქის მერი, ბატონი ირაკლიც, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეც, გამგობის წარმომადგენლებიც, სადაც ჩვენ უშუალოდ შევხედეთ საუბარს მასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ზუსტად თქვენ კითხვას ეხებოდა ყოველივე შეხვედრა, თუ რამდენად იყო ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანო არჩევნების ჩასატარებლად. როგორც შეხვედრის დროს გაირკვა მათ აბსოლუტურად სრულ მზაობა განაცხადეს მასთან დაკავშირებით, რომ ისინი მზად იყვნენ, რომ არჩევნები ჩატარდეს
თავისუფლად თითოეული მათი თანამშრომელს განემარტა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი თუ რა უფლებები და ვალდებულები აქვს ეს ადმინისტრაციული მოხელე წინასაარჩევნო პერიოდში და შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აქედან გამომდინარე იმ შეხვედრის შედეგად შეიძლება ითქვას რომ მზაობა ზოგადად არსებობს თუმცა როგორც აღნიშნე წინ და ცოტა ცელი დრო გვაკეთდა 8 ოქტომბრამდე და ვნახოთ როგორ განახორციელოს სათქმის თვითმმართველობა და როგორ შეუწყობს ხელს ამ შემთხვევაში პარტიის წარმომადგენლებს რომ ჩაატარონ თავისუფალ გარემოში არჩევნები და შემდგომად მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით იგივე როდესაც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეხვედრებს ჩაატარებენ სოფლებში თემებში სადაც შესაძლებელია მათ დაასჭირდეთ სხვადასხვა შენობრივი ნაგებობის გამოყენება და მნიშვნელოვანია როგორც მართლ პოლიტიკურ წარმომადგენლებს მისცეს შესაძლებლობა ამ შენობრივი ნაგებობა ასე სხვა პოლიტიკური პარტიებს არ შეეძლოთ აღნიშნული ადგილობრივი შენობრივი ნაგებობის გამოყენება იმისათვის რომ შეხვდნენ თავიანთ ამორჩევნებს. დიახ. და როგორც პროდიუსერი მატყობინებს სატელეფონო ხაზია თბილისიდან საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს იურისტი ქალბატონი თამთა კახიძე მოგესალმებით ქალბატონო თამთა. მოგესალმებით, დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. დიახ, ქალბატონო თამთა, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი თქვენი დაკვირვებით? წინასაარჩევნო პერიოდი მეტნაკლებად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა აქვს კონკრეტულ ინციდენტებს ადგილი სხვადასხვა რეგიონებში და სხვადასხვა ადგილებზე, მაგალითად ეთნიკური ნაციონალური მოძრაობის ოფისები სხვადასხვა რეგიონებში იქნა გადარწმული და ამაზე ველოდებით გამოძიებას, რომ ჩატარდეს ეფექტური გამოძიება და სამართალ დამყარებელების შესაძლებლობაში მიეცენ. ასევე სხვადასხვა ინციდენტები, თუმცა ისეთი მეტნაკლებად უფრო მშვიდ გარემოში მიმდინარეობს ეს წინასაარჩევნო პერიოდი ჯერჯერობით. მოგესალმებით თამთა, მე არჩილ თოდუა ვარ, თქვენი კოლეგა. ჩვენი ორგანიზაციის შეფასებით, ანუ მსმენელებს განმარტო მეც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ვარ, რა შეფასება იქნა გაკეთებული პარტია ცენტრისტებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ბოლო 2 დღის მანძილზე ეს საკითხი იყო მედიაში ძალიან აქტუალური და ძალიან ბევრი იწერებოდა და ძალიან ბევრი საუბრობდა შეიძლება ითქვას პარტიის ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებზე. პარტია ცენტრისტებთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა იყო. პირველი პრობლემა რაც სასამართლოში იქნა წაღებული ეს საქმე ის იყო ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით და რომელზეც დავაც აპელაციას სასამართლოს ეტაპზე არის ამ შემთხვევაში, თუმცა ეხლა წესით განხილვას დარჩება უკვე, იმიტომ რომ დავითსაგანი აღარ არსებობს ჩვენ ვიცით რომ ეს მოხსნა ის არჩევნო რეგისტრაციიდან. თუმცა მოსყიდვასთან დაკავშირებით იყო ფაქტი, როდესაც ისინი ხელშეკრულებებს აფორმებდნენ 400 არის ფარგლებში რუსულ პენსიაზე მოსახლეობასთან და ამ ფაქტს ჩვენ სასახად ვაფასებთ როგორც ამომრჩევლის მოსყიდვას. მეორე პრობლემა იყო ის ვიდეო რგოლი, რომელსაც ასევე ვაფასებთ როგორც პრობლემას და როგორც ვიცით ასევე ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლებელია დავა გაიმართოს. რაც შეეხება მესამე პრობლემას, რომელიც უკავშირდებოდა ცესკოში რეგისტრაციის გავლას, როგორც აღმოჩნდა, საჯარო რეესტრის მონაცემებს არ ყავდა რეგისტრირებული ხელმძღვანელი, ანუ პასუხისმგებელი პირი, რომელიც განახორციელებდა კონკრეტულ სამართლებრივ მოქმედებებს პარტიის ნაცვლად, შესაბამისად მას ვერ უნდა გაევლოვეს ცესკოში რეგისტრაცია და რა თქმა უნდა ვერც სასამართლო დავა ვერ უნდა წარმართულიყო ამ პასუხისმგებელი პირის გარეშე. ცესკომ სწორედ ამ საფუძვლით გაუქმნა ეს თავისი გადაწყვეტილება, რაც არის რა თქმა უნდა დადებითი ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი კითხვა მაქვს კიდევ. ქონდა თუ არა დავუშვათ თუნდაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესაძლებლობა იმისა, რომ ეს პრობლემა თავიდანვე გამოერიცხა, დავუშვათ ეგ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. რა თქმა უნდა ქონდა და ვალდებულებაც ქონდა, რომ ეს პრობლემა თავიდანვე აღმოეჩინა და შესაბამისად არ განახორციელებინა რეგისტრაცია, რადგან ეს ინფორმაცია, რომელიც არის ხელმძღვანელობა და პასუხისმგებლობის პირის შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი საინტერესებული პირისთვის საჯარო რეესტრის საიტზე. შესაბამისად, რომ არ იყოს ეს საჯარო, ცესკო არის ადმინისტრაციული ბუნების მატარებელი ორგანიზაცია, შესაბამისად მას ჰქონდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა საჯარო რეესტრისთვის და მოითხოვა ის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭირო იყო იმისთვის, რომ ფუნქციები შეესრულებინა, თუ იქ ხადა ეს ინფორმაცია არ არის შემცველი სახელმწიფო საიდუმლოებისა თუ სხვა სახის საიდუმლოებისა. შესაბამისად, მას პირველ რიგში ჰქონდა შესაძლებლობა და ჰქონდა ვალდებულება, რომ ეს თავიდანვე გამოერიცხა. საგებია, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თამთა. მე შევახსენებ რადიო მსმენელებს, რომ გვერდებოდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ქალბატონი თამთა კახიძე.
შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას კანდიდატი, მე მისი წამყვანი თია შონია ვარ და ჩემთან ერთად გადაცემას უძღვება არჩილ თოდუა. დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ გადაცემის მსვლელობის დროს, დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ან მოგწეროთ რადიო ათინათის Facebook გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ წინასაარჩევნო გარემოზე, როგორ აფასებს მოსახლეობა წინასაარჩევნო პერიოდს და რამდენად დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს კამპანია. რადიო ათინათის გადამღები ჯგუფი დღეს ზუგდიდში მოსახლეობას გაესაუბრა. თქვენი აზრით, რამდენად თავისუფალია წინასაარჩევნო გარემო? აი, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს რეგიონში კი არა, მთლიანად საქართველოში მე მგონი არ არის თავისუფალი, იმიტომ რომ ხალხი ასე მგონია პირადად ჩემი აზრი არის და განა მარტო ჩემი ყველასი, რომ რაღაც დაძაბულობა არის, განიცდიან ზეწოლას, გრძნობენ, რომ არავითარ დემოკრატიასთან არ აქვს არანაირი სიახლოვე და ხალხი იმყოფება ტერორის ქვეშ. არის ძალიან ბევრი მაგალითები თუგით საახლობლოში, თუგით სამეზობლოში, რომ მართლა რომ მიყავთ ძალი და რაღაცებს ძალით პირადობის მოწმობის მეშვეობით წინა საარჩევნოდ უკვე ხმებს ხრიან, მე ასე მგონია. ხო და გამომდინარე აქედან არ ამგონია რომ იყოს თავისუფალი დღეს საქართველოს. ძალიან თავისუფალია, ძალიან მომწონს და მეგონი ყველაფერი კარგად იქნება. ნორმალურად. ზეწოლა შეიძლება იყოს, მაგრამ მე ვერ ვგზნობ და ნორმალური სიტუაცია შედარებით. მე არავის არ უყურებ, მე გავაგესებ ჩემ არჩევანს. vis მე ავირჩევ. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია თავისი ნება გამოხატოს თავისუფლად და შეუძლია რომ ერჩიოს ის ვინც უნდა. მე ჩემით რომელიც სურს იმას უყრი კენს. აუცილებლად შევძლებთ. როგორ არ შევძლებთ? ჯერ შემიძლია სიარული და ყველაფერი. მაგრამ მინდა კაი არჩევნები. არა, ზეწოლა არ ამგონია მე მოახდინოს. უბრალოდ ერთმანეთშია ძალიან ისეთი პარტიებს შორის დამოკიდებულება, რომ განზღვა და რა ყველანაირად არასწორი, არაკორექტული დამოკიდებულება ერთმანეთს შორის. არა, არავითარ შემთხვევაში ზეწოლა რა თქმა უნდა არ იქნება არასოდეს არც უნდა იყოს. თავისუფალია ეს ცხოვრება, მხოლოდ სამუშაო ადგილები რო არ არის, აი ამიტომ დარდობ თორე. ახლა შეიძლება კი ვიღაცამ ცაცხა რაღაცა ლაპარაკში ვიღაცამ თქვას, მაგრამ ისე უშუალოდ არავინ. ჯერჯერობით. თავისუფალი ვარ, ვისაც მინდა ისწავლოს. ყველამ კარგად ვიცით კორცხელში რა მოხდა და იქიდან გამომდინარე რა თავისუფლებაზე ვისაუბროთ არ ვიცი. ვნახოთ როგორი იქნება, ვნახავთ ყველაფერს, რა ვიცი, წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტი სახეზე რო არის, აი ის შემთხვევა არ ვიცი. ხალხს ეჭვიებარება და რამდენად გაამართლებს ვნახავთ. მე მგონი აბსოლუტურად თავისუფალია. და მე მგონი ძალიან კარგად არის და ნახოთ შედეგიც უნდა იყოს. ყველაზე თავისუფალი რაც ყოფილა საერთოდ საქართველოს ისტორიაში. არა, ზეწოლა, არავის არ შეუძლია მე ჩემი კონსტიტუცია და ჩემი კანონი ნახოთ, საერთოდ მე იურისტი ვარ. არც ისი. მე მგონი თავისუფალი არჩევნები მის დროში არ ყოფილა. სრულიად თავისუფალი ვარ, ვერავინ δεν მზღუდავს ახლა ჩემი არჩევანია, ხო, რა თქმა უნდა. ეს ნაკლებად ცუდი მდგომარეობაა. ძალიან ცუდია. წინასაარჩევნო გარემო რამდენად თავისუფალია? ჩვენ მოვისმინეთ მოსახლეობის გამოკითხვა პირდაპირ ეთერში, ასევე შევახსენებ რადიო მსმენელს, რომ ჩვენ გამოკითხვა ასევე გვაქვს ვებ გვერდზე, მე უბრალოდ პროცენტულ მაჩვენებელს წავკითხავ, 79% ფიქრობს, რომ თავისუფალი არის საარჩევნო გარემო, ასევე 29% ფიქრობს, რომ არ არის თავისუფალი და 7% თავს იკავებს, ანუ არ იცის, არის თუ არა თავისუფალი საარჩევნო გარემო. ბატონო, თქვენ მოისმინეთ ქუჩის გამოკითხვა და გარკვეულწილად მოსახლეობის განწყობა, რა კომენტარს გააკეთებდით? ძალიან საინტერესოა მოსახლეობის დამოკიდებულება, ნაწილი აღნიშნავს, რომ თავისუფალია წინასაარჩევნო გარემო, ნაწილი მიიჩნევს, რომ არ არის თავისუფალი. ჯერჯერობით, რადგანაც არჩევნებამდე თითქმის 2 თვეზე მეტია დარჩენილი, შეუძლებელია თქმა იმისა, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს წინასაარჩევნო პროცესები აგვისტოსა და სექტემბერში, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ უფრო კონკრეტულ შეფასებას ჩვენ ამ საკითხზე სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში მივიღებთ. თუმცა მაგალითად თუ კი გავიხსენებთ თუნდაც 23-ში წინათვეს გამართულ ქართული ოცნების შეკრებას, სადაც მოხდა მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა, იქ იყო ძალიან დიდი რაოდენობა საჯარო მოხელეების, შეიძლება ეს იყო შაბათი დღე, არავინ არ უკრძალავდა მათ ამ აქციაზე ყოფნას, თუმცა
გარკვეულწილად საეჭვო იყო ის, რომ თუ რატომ უნდა ერთბაშად ამდენ საჯარო მოხელეს სახელმწიფო აქციაზე ყოფნა. შეიძლება დავსვათ კითხვა ხომ არ ქონდა გარკვეულ ზეწოლას მათზე. ირიბ ამ პირდაპირ ზეწოლას ადგილი და იძულებას, რომ ისინი აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ამ აქციაზე და აუცილებლად უნდა დაეჭირათ მხარი სახელმწიფო პარტიისთვის. ნუ მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ცოტა რთული არის ამის შეფასება და მე ვფიქრობ აგვისტოს ბოლოში, სექტემბრის დასაწყისში ჩვენ უფრო კონკრეტულად შეგვეძლება თქმა. ხო. მსახიობ ჯანო, საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ როგორ აფასებთ მოსახლეობის დამოკიდებულებას წინასაარჩევნო გარემოს მიმართ? სუპრად ახლა რაც მოусნეთ მოსახლეობის განკუთხედთან დაკავშირებით შეიძლება ვუთქვათ, რომ მეტნაკლებად მოქალაქეები თავისუფალი არიან საკუთარი არჩევნების საკუთარი არჩევნების გაკეთებასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც აღნიშნე, ჯერ ვაქტურმდ არის საკმაოდ დარჩენილი და მნიშვნელოვანია, რომ შესწავლილი იქნეს ყველა ეს საკითხი თანდათან რა შეიძლება წარმოშინოს შემდეგისთვის. წინასაარჩევნო პერიოდში ზოგადად ამ დრომდე რა თქმა უნდა დაწესებულება არ შეეცნო მოქალაქეებში და მათ არ ექნება თავისუფალი პრობლემა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია როგორც შენახეთ საჯარო მოხელეები რამდენი თავისუფალი არიან საკუთარი არჩევნებასთან დაკავშირებით, საჯარო მოხელეებთან საჯარო მოხელეების ოჯახის წევრები რამდენი თავისუფალები არიან და სწორედ ამ საკითხის შესწავლას რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება და ვნახოთ აბა როგორ წარმოჩინდება ვაქტურმდ აღნიშნული პრობლემები. და როგორც პროდიუსერი მატყობინებს, თბილისიდან Skype-ით გვერდება ნინო რიჟამაძე, სამართლიანი არჩევნების იურისტი. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო და მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ქალბატონო ნინო, როგორ აფასებთ წინასაარჩევნო გარემოს და რა ძირითადი პრობლემები იქნა გამოვლენილი? მივესალმებით. ვახსენებთ, რომ ჩვენ ვაკვირდებით საარჩევნო პროცესებს უკვე 1 ივლისიდან დაწყებული და უკვე ერთი შუალედური ანგარიში ამ პროცესების შეფასებასთან დაკავშირებით გამოვაქვეყნეთ. საარჩევნო გარემო არ არის დაძაბული და გარშება, ესე ვთქვათ, ფიზიკური დაძაბულობა ან განსაკუთრებული ტემპერატურის მომატება ამ პერიოდისთვის და ძალადობრივი საარჩევნო გარემო, თუმცა მიგვაჩნია, რომ არის ისეთი დარღვევები, რომლებიც რეალურად საფრთხეს უქმნის გარკვეულწილად ზოგადად სამართლიან და თავისუფალ საარჩევნო გარემოს. პირველ რიგში გამოყოფდი ტენდენციის სახით ამორჩევლის მოსყიდვის მზარდ ნიშნებს, რასაც სხვადასხვა პარტია თუ კანდიდატი სხვადასხვა ფორმით აკეთებს, რაც გასულ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ესეთი მკაფიო არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით რამდენ მიმდინარეობს წარმოება აუდიტის სამსახურში, სასამართლოში და ჩვენ სამწუხაროდ არც ერთი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მხრიდან ამ ფაქტებზე ადეკვატური და ესე ვთქვათ კაფიო პასუხი, სტანდარტი, როგორ უნდა მოახდინოს რეაგირება ხელისუფლებამ ამ ტენდენციაზე არ გვაქვს სამწუხაროდ. ნინო, მე გითხრათ ლადო ბედუკაძის პარტიის გარშემო განვითარებულებთან დაკავშირებით თქვენ გქონდათ სარჩელი ამ საკითხთან დაკავშირებით მოსმენელებს რომ განუმარტოთ კონკრეტულად რა ძირითად პრობლემასთან გქონდა საქმე ვიცით რომ პარტიის რეგისტრაცია გაუქმდათ თუმცა აი მოკლედ ეს ამბავი რომ მოგახსენებთ ცოტა ესეთი ბევრი ერთმანეთთან დაკავშირებული ფაქტი მოხდა ამ პარტიასთან მიმართებაში და შევეცდები უფრო დეტალურად განუმარტო ჩვენს მსმენელს რაში იყო საქმე. მას შემდეგ რაც პარტია ცენტრისტები დარეგისტრირდა როგორც საარჩევნო სუბიექტი, მათ თავიანთი ესე ვთქვათ კამპანიის ერთ-ერთ ეტაპზე ეს აღმოვაჩინეთ აგვისტოს დასაწყისელ რიცხვებში ეს იყო 5 აგვისტო დაახლოებით, როდესაც ისინი ამორჩევლს თავაზობდნენ ხელშეკრულება გაეფორმებინათ მათ შორის რუსულ პენსიასთან დაკავშირებით. ამორჩევლს უნდა დაერეგისტრირებინა ეს ხელშეკრულება პარტიის ოფისში და ისინი ამის საფუძველზე მიიღებდნენ 400-ლარიან პენსიას, დაბრუნდებოდნენ დევნილები, მიიღებდნენ ორმაგ მოქალაქეობას და ასე შემდეგ. თუმცა ამ ნაწილში სამხედრო ტექნიკის გადაადგილებასთან ან მობილიზებასთან ან რუსული ჯარების დაკანონებასთან დაკავშირებით დაპირება არ ყოფილა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ეს ფაქტი იყო საგანგაშო, იმიტომ რომ მათი პარტიის ლიდერები ტელევიზიით აცხადებდნენ და ამორჩევლს მოუწოდებდნენ, რომ ხელშეკრულებებისთვის ხელი მოეწერათ, ვინაიდან თუ ისინი დროულად არ მოაწერდნენ ხელს, მაშინ მათი პენსიის მიღების საკითხი გადაიწეოდა, ხოლო ვინც მოაწერდა, მათი ესე ვთქვათ ბიუჯეტი რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში იქნებოდა გათვალისწინებული. მიგვაჩნია, რომ ამორჩევლის მოსყიდვა
არის ეს იყო ერთ-ერთი საგანგაშო გზავნილი პირველ რიგში ის რომ რუსულ პენსიას და რუსული ბიუჯეტით დაფინანსებულ პენსიას თავაზობდნენ ამომრჩეველს და მეორე რიგში ამასთან დაკავშირებით უფორმებდნენ ხელშეკრულებას, სადაც ამომრჩევის ვალდებულება იყო ის გამოცხადებულიყო არჩევნებზე. ჩვენ ამ საფუძვლით მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაფორმება, იმიტომ რომ სადამკვირვებლო ორგანიზაცია სხვა საფუძვლით, მაგალითად პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო შეტანის უფლება არ გააჩნია. ჩვენ რისი უფლებაც გვქონდა და რა სამართალდარღვევაც იმ მომენტისთვის გამოიკვეთა, მივმართეთ სასამართლოს და ხვალ 12 საათზე არის სააპელაციო პროცესი ჩანიშნული, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ რუსული პენსიები და ეს მომდინარე საფრთხე პარტიის ეს ვთქვათ აგიტაციის ფორმის მომდინარე საფრთხე არ ჩათვალა ამორჩევის მოსყიდვად და ჩვენ სწორედ ამიტომ გავასაჩეროთ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახლა პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას, პარტიას დღეს ცესკოს გადაწყვეტილებით გაუქმდა რეგისტრაცია, ვინაიდან საჯარო რეესტრის ინფორმაციით აღმოჩნდა, რომ პარტიას არ ყავს ხელმძღვანელი და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი. შესაბამისად, მათ არ შეიძლება ჰქონოდათ საარჩევნო რეგისტრაცია და ამასთან დაკავშირებით ცესკომ თავისი მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და ამ პარტიას ამ წუთში რეგისტრაცია აღარ აქვს. საარჩევნო რეგისტრაცია თუ პარტია თავისით ფორმით არსებობს ჯერჯერობით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, მე შევახსენებ როგორც რადიო მსმენელს ასევე მაყურებელს, რომ პირდაპირ ეთერში თბილისიდან Skype-ით გვერდთვებოდა ნინო რიჟამაძე, სამართლიანი არჩევნების იურისტი. ჩვენ ეთერში სულ მალე სარეკლამო ჭრის შემდგომ დაგიბრუნდებით. დაგველოდეთ. რეკლამა. ტაქსი გამოძახებით 5-21-21. იმგზავრეთ კომფორტულად. ისარგებლე საუკეთესო პირობებით სვის კაპიტალში და მიიღე $500-დან $20,000-მდე ავტოსესხი. ავტომობილის ღირებულების ყველაზე მაღალი შეფასება, სისწრაფე, სიმარტივე და არავითარი ფარული ხარჯები. ნუ დაკარგავ დროს. შეავსე ონლაინ განაცხადი ვებგვერდზე Swiss Capital წერტილითში. ეწვია ჩვენს ფილიალს ჩვენს ქალაქში ან დაგვირეკე 032 2300. 20-დან 31 აგვისტომდე ალტაოკეის ზუგდიდის მაღაზია გთავაზობთ ტელეფონების ფართო არჩევანს დაბალ ფასებში. იჩქარეთ, რაოდენობა შეზღუდულია. მისამართი: ქალაქ ზუგდიდი გამარჯვების 28, ლიბერტი ბანკის ცენტრალური ოფისის უკან. რეკლამა ათინათის ეთერში 22-105-9. გიყურეთ ლაივში ათინათის ვებ და Facebook გვერდებზე. დასვით შეკითხვა და მოისმინეთ კანდიდატის პასუხი. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ გადაცემის მსვლელობის დროს ჩვენთან ერთად შეაფასოთ წინა საარჩევნო გარემო, ან გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და არეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 25 10 59 და მოგწეროთ რადიო ათინათის Facebook გვერდზე. მე პირველ შეტყობინებას წავიკითხავ. როგორ შეაფასებთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წინა წელთან შედარებით საინფორმაციო შესყიდვებისთვის გამოყოფილი თანხების ზრდას. კონკრეტულად მსგავსი მომსახურებისთვის ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტში 326%-იანი ზრდა. ასევე რას ფიქრობთ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ რადიო ეთერის შესყიდვის, რითაც წინასაარჩევნო პერიოდში თოქ-შოუს მოაწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. აღნიშნული მაუწყებლობის შესახებ კანონის 66-ე მუხთან რამდენად შესაბამისობაში მოდის, როცა ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტში მსგავსი რამ ცალკე მუხლად არ ყოფილა გათვალისწინებული. გვწერს ერთ-ერთი მსმენელი და მაყურებელი. ბატონ ჯემალ, რას უპასუხებდით? უპირისპირდად მინდა აღნიშნო, რომ რა თქმა უნდა ცვლილების შენიშვნება 2015 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2016 წლის ბიუჯეტში ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს ბიუჯეტში რეალურად ცვლილების შენიშვნება ჩვენ გამოვთხოვთ აღნიშნული ინფორმაციით და სწავლობთ ამ საკითხს. ცვლილების შენიშვნება არა მარტო შესყიდვებთან დაკავშირებით, არამედ ცვლილების შენიშვნება აგრეთვე ხელფასებასთან დაკავშირებით 2015 წელთან შედარებით 2016 წელს ნიშნულად გაიზარდა ხელფასები. ამ საკითხს სწავლობ და კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა, რომ ამ შემთხვევაში არ მოხდარიყო ცვლილები, მით უმეტეს, როდესაც 2016 წელი ეს არის საარჩევნო პერიოდი, თუმცა მოგეხსენებათ, რომ 2016 წლის ბიუჯეტის შედგენის დროს ეს არ არის საარჩევნო პერიოდი, საარჩევნო კოდისიდან გამომდინარე, აღნიშნული ცოტა რთულია დავაკავშიროთ ყოველივე არჩევნთან.
და როგორც პროდიუსერი მატყობინებს, თბილისიდან Skype ჩართვით გვერდება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო ნატა. ქალბატონო ნატა, როგორ აფასებთ წინასაარჩევნო პერიოდში მედია გარემოს და რაიმე სახის პრობლემები ხომ არ გამოკვეთილა მონიტორინგის დროს, რას გვეტყვით? მოგესალმებით და პირველ რიგში მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მომეცე საშუალება მონაწილეობა მიმიღო თქვენს გადაცემაში. წინასაარჩევნო პერიოდში მედიას აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, ეს არის ამომრჩევლის ინფორმირება. სწორედ მისი საშუალებით უნდა მიიღოს ამომრჩეველმა იმ საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაცია, რასაც კანდიდატები სთავაზობენ. ცხადია, ორმაგდება პასუხისმგებლობა მედიისა. თუმცა იმისათვის, რომ მედიამ განახორციელოს თავისი მოვალეობა, საჭიროა რომ პოლიტიკოსებმა შეუწყონ ხელი და ითანამშრომლონ მედიასთან. ძირითადი პრობლემები, რაც აი ამ პერიოდში მედია გარემოში ფიქსირდება, ეს არის სწორედ კომუნიკაციის პრობლემა ერთის მხრივ, თქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ რამდენიმე მაგალითი გვაქვს უკვე, როდესაც ხელი შეეშალა მედიას ინფორმაციის მოპოვების სამუშაო პროცესში და გარდა ამისა, როგორც მედიის წარმომადგენლები ჩვენთან აცხადებენ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა თავად საარჩევნო სუბიექტების ურთიერთობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად, როდესაც მედია სურს, რომ კონკრეტულ პროგრამაზე ისაუბროს ამათომი გადაცემაში, ძალიან ჭირს შესაბამისი რესპონდენტის პოვნა პოლიტიკური პარტიების, ანუ პარტიებსაც აქვს საკუთარი კვალიფიკაციის პრობლემა, იმიტომ რომ მათ არ ყავთ შესაბამისი სპიკერები თემატურად განაწილებული და ეს უშლის ხელს მედიას იმაში, რომ უფრო სიღრმისეულად გააშუქოს ესა თუ ის საკითხი და იმსჯელოს არა ზოგადად საარჩევნო პროცესებზე და მიმდინარე ამბებზე, არამედ ამომრჩეველს შესთავაზოს თემატური დისკუსიები და წარმოაჩინოს მაგალითად ვის რა ხედვა აქვს ეკონომიკაზე, სოციალურ პრობლემებზე და ასე შემდეგ. და უფრო კონკრეტულ საკითხებზე რას გვეტყოდით, აი მაინც ძირითადი პრობლემა მაინც რაშია, რაში ხედავს თქვენი ორგანიზაცია, რა სახის დარღვევები თქვენ ჩამოთვალეთ კონკრეტული მაგალითები, მაგრამ იქნებ უფრო დავკონკრეტდეთ. თქვენ საუბრობთ მედიის მხრიდან რა პრობლემა? მე ვიცი, რომ თქვენი ორგანიზაცია ტელევიზიაზე ატარებს ამ მონიტორინგს, ტელევიზიაში ატარებს. ნუ რადიო თქვენ არ გიხებათ ამ შემთხვევაში. დიახ, ჩვენ ვაკეთებთ სატელევიზიო მონიტორინგს, რაც შეეხება უშუალოდ აი ამ პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს, ეს არის ის, რომ არის ძირითადად გვაქვს პროგრესი წინაარჩევნებთან შედარებით, ნაკლებად არის უხეში ეთიკური დარღვევები ამ საარჩევნო პერიოდში, თუმცა არის მონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები აქვთ ბალანსის პრობლემა, არ წარმოაჩენენ ინფორმაციას სრულყოფილად და არ აწვდიან ამომრჩევლებს ზუსტ ინფორმაციას. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, პროგრესი ნამდვილად გვაქვს. რაც შეეხება ტოკ-შოუების ნაწილში, აქ ზუსტად ხვდებით იმას, რომ ძირითადად საუბარი მიმდინარეობს ყველაფერზე და საბოლოო ჯამში არაფერზე და ვერ იღებს აუდიტორია კონკრეტულ ინფორმაციას, რასაც წეღანი საუბრე, რომ აქვს თავისი შეიძლება ითქვას ობიექტური მიზეზები, თუმცა ასე ვთქვათ, არ გამოვრიცხავ მედიის ბრალეულობას ამ მიმართულებითაც და ჩვენი რეკომენდაცია სწორედ არის ის, რომ თვითონ როგორც საინფორმაციო გამოშვებები, ასევე ტოკ-შოუები უნდა იყვნენ მიმართული იმაზე, რომ მიაწოდონ ამომრჩეველს ინფორმაცია იმისთვის, რომ მათ გააკეთონ არჩევანი და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. მედია უნდა ცდილობდეს იმას, რომ არ მიყვეს პოლიტიკოსების დღის წესრიგს და თავად შესთავაზოს, თავად წამოწიოს ის პრობლემები, რაც საზოგადოებაშია და გააკეთოს მათზე აქცენტი. ამიტომ თუ ამ მიმართულებით მედია გააუმჯობესებს თავის მუშაობას, იქნება და ძალიან კარგი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროგრესი ნამდვილად გვაქვს. თქვენი ორგანიზაციის გადასახედიდან, თქვენი თვალთახედვით ყველაზე დაბალანსებული ამ ხრივ წინასაარჩევნო პერიოდში რომელი მედია საშუალებაა და რომელი ტელეკომპანიაა? იცით, ძალიან გაგვიჭირდება ხა კონკრეტულად რომელიმე მედია საშუალების გამოყოფა, იმიტომ რომ არის მედია საშუალებები, სადაც თქვა ტენდენციის სახე აქვს ერთ პრობლემას, მეორე მედია საშუალებაში სხვა პრობლემას აქვს ტენდენციის სახე, მაგრამ ასე რომ გამოკვეთილად თქვა, რომ ერთი არის გამორჩეული, რომელიც ძალიან კარგად აშუქებს და სხვა არის ძალიან ცუდად მომუშავე, ასე ნამდვილად ვერ ვიტყვით და ვერ დავასახელებთ. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონი ნატა ძველიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, გვერდებოდა თბილისიდან, Skype ჩართვა გახდათ ეს.
და შეგიძლიათ დაგვირეკოთ გადაცემის სრულობისა ძალიან 3 წუთი დარჩა გადაცემის დასრულებამდე პირდაპირ ეთერში თუ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა მე მინდა ბატონ ჯემალ თქვენ ეგრეთ ჩვენს რეგიონში რო შეაფასოთ მედია გარემო თუ შეგიძლიათ რო შეაფასოთ ჩვენს რეგიონსაც შეეხება და ცოტა უშუალოდან დავიწყე უახლოეს პერიოდიდან უბრალოდ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით როდესაც კორცხელში გახსოვთ ალბათ ყველას რა სახის საუბარია 22 მაისს შუალედურ არჩევნებზე კი ბატონო ზუსტად კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით მედიასთან ურთიერთობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სწორედ მედიასთან ძალიან აქტიური ურთიერთობის შედეგად შეძლო ის რომ მოსახლეობას მიაწოდა ის პრობლემები რომლის ამ შემთხვევაში არსებობდა კორცხელში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ამიტომ გამომდინარე მნიშვნელოვანია რომ ჟურნალისტებს კონდეს შეაძლოება თავისუფალი შეაძლოება რათა გააშუქონ ის უშუალოდ ის ფაქტები რაც მიმდინარეობს ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე ასე მნიშვნელოვანია რომ ამ კორცხელში დაფიქსირდა სწორედ ჟურნალისტთა საქმიანობის ხელი შეშლა რასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოს და მაგრამ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ჟურნალისტების საქმიანობის ხელი შეშლით გამოძიება არ არის დაწყებული უბრალოდ მიმდინარეობს სხვა მუხლით მაგრამ და თუ კი მსგავსი ფაქტი გამეორდება მნიშვნელოვანია რომ თავიდან იქნეს გამოძიებული სრულყოფილად ობიექტურად რათა ჟურნალისტს კონდეს შეაძლოება თავისუფლად განახორციელოს თავისი საქმიანობა და არ გავჩნდეს გასდა იმისა რომ შესაძლებელია შემდეგში მოხდეს მსგავსი ინციდენტი და ამ შეეშალოს მის საქმიანობას ხელი ძალიან დიდი მადლობა მე შევახსენებ რადიო მსმენელებს რომ თქვენ უსმენდით და უყურებდით ток-შოუს კანდიდატი ჩვენ მიმოვიხილეთ ჩვენს ექსპერტებთან ერთად წინა საარჩევნო გარემო ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო სტუდიის სტუმარი იყო ბატონი ჯემალ ჭკადუა რომელიც გაახლავთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ასევე თბილისიდან სატელეფონო ჩართვით იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ქალბატონი თამთა კახიძე სკაიბით ჩაგვერთვენ სამართლიანი არჩევნების იურისტი ქალბატონი ნინო რიჟამაძე და ასევე ჩაგვერთო ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ასევე თბილისიდან სკაიბ ჩარტვით ნატა ძველიშვილი ჩვენ მიმოვიხილეთ დღევანდელი გადაცემის თემა იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინა საარჩევნო გარემო დღევანდელ გადაცემას უძღვებოდით მე თია შონია რადიო ათინათის ახალი ამბების რედაქტორი და არჩილ თოდუა საერთაშორისო გამჭვირვალობა ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი მომდევნო გადაცემის სტუმარი იქნება რესპუბლიკური პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოდუა და ეს ყველაფერი მოხდება რადიო ათინათის ეთერში ხუთშაბათს კარგად ბრძანდებოდეთ კარგად ბრძანდებოდეთ ток-შოუ კანდიდატი რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში თავისუფალი სივრცე მწვავე შეკითხვებისთვის ჩვენ გაგაცნობთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს თქვენ გააკეთეთ სწორი არჩევანი